გამარჯობათ მეგობრებო. ზაფხულის სქემა. ასეთი სქემები ზაფხულისთვის უფრო ღია, უფრო ასეთი ძაფებით შეგიძლიათ მოგხსოვოთ. უფრო თხელი, წვრილი ძაფით, ბამბის ძაფით, ასეთი ძაფებით. ახლა მე ვგსოვ, რომ სქემა კარგად გამოჩნდეს, ადვილად გასაგები იყოს და ცოტა სქელი ძაფით ვგსოვ, ჩვეულებელი. მოგხსოვთ ჩვეულებრივად რეზინას შემდეგ ვიწყებთ სქემას. ეს არის სქემა, მოცემული აქ. ვინც იცის სქემის წაკითხვა, იცის და წაიკითხავს და მოგხსოვს აქ რა არის. ვინც არ ვიცით, მოცემულია, ჩამოწერილია აქ რომელი სიმბოლო რას აღნიშნავს და მაქვს ვიდეოები ჩაწერილი. როგორ წავიკითხოთ სქემის სიმბოლოები. ასეთი სათაურებით არის ჩემთან ვიდეოები ჩაწერთ და ადვილად იპოვით. Google-შიც რო ჩაწეროთ, მე მგონი ქართულად მეტი არც ვიცი თუ ვინმეს აქვს ჩაწერილი ეს თემა, სქემის წაკითხვა და სქემის სიმბოლოები. ადვილად იპოვით. ახლა რეზინა მოვხსოვეთ და პირდაპირ უნდა დავაყენოთ სქემა და ვიწყებთ. ვატრიალებ ამ თვლებს და ასე ვუკლებ. რატო ვამბობ რეზინა მოვხსოვეთ და ვიწყებთ სქემას? აქ არ არის ეს სქემა. ჩვეულებრივი რეზინა იქსოვებოდა და უნდა დავაყენოთ სქემა. ზუსტად ასე გავაკეთებთ, როგორც ახლა, ვითომ ეს არც ყოფილა აქ მოგხსოვილი. ახლა ეს შემოვატრიალე ორი თვალი და ისე ვუკლე. ეს არის კლება მარჯვნიდან. ეს კლება გავაკეთე ახლა მე. ახლა ნახე, აქედან გავდივარ და ორ თვალს ასე ვუკლებ. ორჯერ ვუმატე. თავიდანაც ასე დააყენებთ ზუსტად სქემას. ვატრიალებ ამ თვლებს და ვუკლებ. აქედან ასე გავდივარ და ვუკლებ. ორჯერ ვუმატე. ვატრიალებ ორ თვალს და ვუკლებ. აქედან ასე გავდივარ და ვუკლებ. ვუმატე ორჯერ. ორ თვალს ვატრიალებ და მარჯვნიდან გავდივარ ვუკლებ. აქ მარცხნიდან გავდივარ და ორ თვალს ვუკლებ. 1-2 ნამატი დავტოვე. ორ თვალს ვატრიალებ და ამას ქვია მარჯვნიდან კლება. აქედან გავდივარ და ამას ქვია მარცხნიდან კლება. ორჯერ ვუმატე. ორ თვალს ვუკლებ, ამიტომ ორჯერ ვუმატებ.
აქ ნაპირია და იქით რო აღარ მაქვს უკვე ვუკლო, ერთ თვალს ვუმატებ მხოლოდ ამისთვის. შემოვტრიალდით მეორე გვერდზე. ახლა ნახე. აი ეს არის მეორე რიგი, შემდეგი. ეს სქემა დავაყენეთ. თუ ირგვლივ გსოვ, სულ წაღმა გსოვ და ეს რიგი წაღმაა მოცემული, წაღმა თვალია. საერთოდ ეს ყველგან წაღმა თვალია. აქ სიმბოლოები რაც არის ჩამოწერილი, რა ენაზეც არ უნდა შეგხვდეს სქემა, სადაც არ უნდა შეგხვდეს, ასე იქნება კლება აქედან, ასე იქნება კლება აქედან, ეს მატება, ასე იქნება მატება. ახლა მეორე რიგს გსოვ, თუ ირგვლივ გსოვ წაღმა, ეს გარეთა პირიდანაა სქემა მთლიანად მოცემული და მე რახან შემოვტრიალდი ახლა და გავდივარ, გამოვდივარ, ასე ვგსოვ, ლოგიკურია, რომ აქედან უკუღმა იქნება, ხო? ახლა მატებას და ყველა თვალს უკუღმა ვგსოვ. ახლა აქ ორი მატებაა, ნახე, პირველ მატებას უკუღმა ამოვიყვან, მეორე მატებას წაღმა ამოვიყვან. ორივეს უკუღმა ვერ ამოვიყვან, რადგან გადავარდება, ხო, თვალი. დანარჩენ ჩვეულებრივად უკუღმა ვგსოვ. პირველი მატება უკუღმა, მეორე მატება წაღმა. როცა ორი მატება ერთდროულად გაქვს ერთ ადგილას, აი ყოველთვის ასე უნდა ამოიყვანო თვლები. ორი მატება როცა გაქვს ერთდროულად, ერთი უკუღმა, ერთი წაღმა. ერთი უკუღმა, ერთი წაღმა. რო გამოგივიდეს თვლები. ერთი უკუღმა, ერთი წაღმა, რადგან ორი მატება არის ერთად. დანარჩენი ყველა თვალი აქედან უკუღმა იქცევება და კიდევ ვიმეორებ, თუ შენ ირგვლივ მოგსოვ, წაღმა მოგსოვ ყველა თვალს და რისი თქმა მინდა, თუ აი ეს ორი მატება ერთდადრო გაქვს, თუ ირგვლივ გსოვ, ასე ამოიყვან იქაც, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. შემდეგი რიგი. ახლა უკვე პირველი რიგი უკვე სქემა გაქვს მოქსოვილი, ისევ აქ ხარ, გამოხვედი მოგსოვე და ნახე, უნდა შეცვალო ახლა. აი თვითონ ნაქსოვი ნახე. თუ აქ ვუმატეთ, შემდეგ აქ უნდა ვუმატოთ, შემდეგ აქ, ასე შახმატურად თუ ჯვარედინად თუ როგორც თქვენთვის იოლი გასაგებია. ამიტომ სადაც ნამატი ამოვიყვანეთ, იქ აღარ ვუმატებთ და ვუმატებთ მეორე თვალთან. ვიწყებთ შემდეგ რიგს. აქ თუ იყო ნამატები, აღარ ვუმატებთ, შესაბამისად აქ უნდა ვუმატოთ, ხო? ახლა აქედან გავდივარ, რადგან მარცხნიდან მარჯვნივ უნდა ვუკლო. აი, თუნდაც აქ ხარ, მარცხნიდან მარჯვნივ უნდა ვუკლო. შემდეგ ორი მატება მაქვს. 1 2. ახლა სქემას თუ წაიკითხავ, ნახე, ახლა მარჯვნიდან მარცხნივ უნდა უკლო. შემდეგ მარცხნიდან მარჯვნივ. ეს კლებები ერთმანეთის მხარეს მიდის, ამიტომ პირველი კლება ატრიალებ და აქედან გადიხარ, მეორე კლება აქედან გადიხარ,
ეს თვალი აქეთ მიდის კლება, ეს თვალი აქეთ მოდის კლება. აი ასე რო დაალაგო, ამიტომ ან აქედან უნდა უკლო, ან იქიდან უნდა უკლო, საიდანაც სქემა გეუბნება იქიდან. ვუმატებთ ორჯერ, ვატრიალებ ამ თვალს, ამას ქვია შემოტრიალება. ხო იყო ასე, აი ასე იყო როგორც ესენი, ხო ვატრიალებ. და ვუკლებ. ამათ არ ვატრიალებ შემდეგს, მაგრამ აქედან გავდივარ. ერთი, ორი მატება. აი, ახლა ნახე, აი ასე ჩვეულებრივადა ეს თვლები. ასე მობრუნდება, ახლა რომ შემოვატრიალე, აი ასე. დავაბრუნებ, ვუკლებ. აქედან ვუკლებ. ერთი, ორი მატება. შემდეგ, როცა შემდეგი სქემა იქსოვება, არ ვუმატებთ იქ, სადაც იყო ნამატები. ვუმატებთ მეორე ადგილას. ამ ადგილას გვსოვთ, როგორც აქ ვუკლებთ. თან ორჯერ ვუმატებთ, რადგან ორი თვალი გვაქვს კლება. აუცილებლად შემოატრიალე ეს თვლები, დავკლე აქედან კიდე აქედან გახვალ და ისე უკლებ. რომ ნაქსოვი გამოგივიდეს ლამაზი და თავის ადგილას, ორჯერ ვუმატებ. პირველ ორ თვალს ვატრიალებ და ისე ვუკლებ, მეორე ორ თვალს არ ვატრიალებ, მაგრამ აქედან გავდივარ და ისე ვუკლებ. აქედან გვსოვთ უკუღმა. პირველი ნამატი უკუღმა, მეორე ნამატი წაღმა. ვინც ახლა იწყებს ქსოვას, ვინც ახლა სწავლობს ქსოვას, ძალიან მიაქციეთ ყურადღება, კლება მატება, საით მხარეს არის მოცემული და მითითებული. ყველა სქემაში კარგი იქნება თუ გაამახვილებთ ყურადღებას სქემების შესწავლაზე, სიმბოლოებზე, რომ ნებისმიერი სქემა რო ნახავთ, წაიკითხოთ და გადმოიტანოთ ნაქსოვზე. რადგან სქემებში ყოველთვის კარგად არის მოცემული, საიდან ამოიყვანო თვლები, საიდან უკლო, საიდან უმატო. ვიწყებთ ისევ თავიდან, ხო? ახლა ნახე, აქ ვუმატებ და მხოლოდ ერთხელ, რადგან აქ ერთი თვალია ნაპირია და ასე ვუკლებ, შემოვატრიალე თვლები და ვუკლებ. ნაპირზე ვტოვებ ერთ მატებას. აქედან გავდივარ და ვუკლებ.
აი ახლა აქ ვუმატებ ორ თვალს. 1 2 ამ ორ თვალს ვატრიალებ და ვუკლებ. აქედან გავდივარ და ვუკლებ. ახლა აქ ორ თვალს ვუმატებ. ამისი მაგიერია ერთი მატება, ახლა რომ უნდა ვუკლო, ამისი მაგიერია ის მეორე მატება აქ რო ვტოვებ. აქ აუცილებლად ერთი მატება უნდა და არა ორი, რადგან ერთი კლება და ნაპირია უკვე. აქ ყველა თვალი უკუღმა იქსოვება. პირველი მატება უკუღმა, მეორე წაღმა. დანარჩენი ყველა თვალი უკუღმა იქსოვება. და სქემას იწყებთ თავიდან. ახლა აქ ხო ან მატება, აქ უმატეთ, აქ აღარა, აქ უკლებთ ასე. აქ უმატებთ, აქ უკლებთ ასე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თუ არ შეატრიალებ და არ შემოატრიალებ, იმ თვლებს არ გამოგივა ასეთი ლამაზი და დახვეწილი ნაქვსოვი და თვლებით თავის ადგილას და გამოვა არ ვიცი რა. ნახე ახლა აი ის მატება, ორი მატება ხო გვაქვს ერთდროულად. შემდეგ რო ბრუნდებით და ვგსოვთ ორ მატებას, ერთი უკუღმა მოყვავს, ერთი წაღმა. ის უკუღმა წაღმა ამოყვანილი აი ასეთი კუწუბი რჩება ის შუაში. ერთი თვალი რო უკუღმა მოვგსოვე, მეორე წაღმა მატება და ის კუწუბები შემდეგ აი რა ლამაზად ჯდება აქ ნახეთ. ამიტომ ვამბობ, ყველაფერი თავის ადგილას და ისე მოგგსოვეთ, როგორც ნაჩვენებია და მითითებულია. ამ შემთხვევაში გამოგივათ ძალიან ლამაზი ნაქვსოვი.